ძველი საიდუმლო. Jim, elim seni çimdire. ბიძაშვილები ხართ. ერთი სისხლი გაქვთ. ძმებად ითვლებით. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებით, არასწორად იქცევით. შვილო, სისხლიანი ხარ მაჩვენე. თავი დამანებე დედა. მარტო დამტოვეთ. დასვენება მინდა. გარეთ გადით. Jim, elim seni çimdire. Jim, elim seni çimdire. ჩემო პატარა. შვილო, ეს სიმღერა საიდან იცი? დედა შემასწავლა. მასაც გოგოები ჰყოლია. იცოდი? გაზრდილა და ახლა შენ ხელაა. თურმე თვითონაც ბევრს ეთამაშებოდა ბავშვებს. Jim, elim seni çimdire. Jim, elim seni çimdire. მოვიგე. ხო, მოიგე. ოჯახ ჩემო გოგონა. საჩუქარიც დაიმსახურე. გამამართვი. გმადლობ დედიკო. ჩემი ლამაზი გოგო. დედა, რძე გადმოვიდა. ხო. ისა. ის ქალი. მამა ჩემის მკვლელია. ჩინარ. რას აკეთებ? ეს მე რამდენი წამოწდენაა. ცდილობ ვერაფერს მიხვდნენ. შენ კი რას აკეთებ? გინდა რომ ბავშვებმა ამოგიცნონ? ძალიან მწუხარ. გამიზნულად არ მithქვამს, უცებ წამომწდა. ჩინარ. ჩემი გულის ტკივილი არ გესმის. თურგუც შულზე ხელი არასდროს აუწევია. რაც შენ გამოჩნდი იმდენად გაღიზიანებულია, რომ საკუთარ ნერვებს ვეღარ აკონტროლებს. ვინ იცის შემდეგში ჯავს ვიზე იყრის. დღევანდელი მსხვერპლი ქუდრეთია. გესმის? ქუდრეთი ჩემი შვილიცაა ზუჰა. ის სილამას კი არა მაც მომხვდა. პირდაპირ გულში. ნაფლეთებად მაქცია. მე ძალიან განვიცადე, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მამა-შვილი შენ გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა.
თუ სიმართლის თქმა და შენი შვილების თვალწინ ნიღბის ჩამოხსნა გინდა პირდაპირ თქვი და ჩემი ტანჯვაც დავასრულოთ. წადი და სიმართლე უთხარი. წადი უთხარი. დედა თქვენი ვარო. აქამდე ბევრჯერ აგიხსენი ჩინარ. ამ ბავშვებს მამამისის მკვლელი ჰგონი ხარ. თუ მიხვალ და სიმართლეს ეტყვი? გგონია დაგიჯერებენ? ჩაგეხუტებიან? არ დამიჯერებენ. არ დამიჯერებენ ზუხალ. მაშინ ადექი და წადი ჩინარ. შენ შვილებს სიმშვიდეს ნუ დაურღვა. რჩევს წახვიდე. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დაიტანჯნენ. შენი გამოჩენით დამატებით ტკივილს ნუ მიაყენებ. შენი გადასაწყვეტია. ან საკუთარ შვილებს გულს ატკენ. ან შენს თავზე და კარგად ყოფნაზე იტყვი უარს. და ამ სახლიდან წახვალ. მოიფიქრე. აწონდაწონე. მერე კი როგორც გადაწყვეტ ისე მოიქეცი. უთქვენოთ ძალიან ვიტანჯები. ჯოჯოხეთში ვარ. ეს 4 კედელი ვერ მაშინებს. უთქვენობა მკლავს. მეშინია რომ თქვენი სუნი და სახე დამავიწყდება. ჩემ შვილებს მეორედ ვერ დავკარგავ. ამას ვერ ვიზამ. ხუთი პატარა ძმა სანადირო წავიდა. ერთმა ფრინველი მოკლა, მეორემ გაასუფთავა, მესამემ მოამზადა, მეოთხემ შეჭამა. სულ შეჭამეთ? მაშინ თქვენ შეგჭამთო თქვა. სასახლეს ულამაზესი ბაღჩა ჰქონდა. მაგრამ ამ ბაღზე ლამაზი მაშინ ცხოვრები ბულბული იყო. მისი მშვენიერი გალობის მოსასმენად შორეული ქვეყნებიდან ხალხი ჩამოდიოდა.
ხარ. ჩინარ პოირაზე. მამა ჩემის მკვლელი. შვილო, გაჩუმდი. შვილი არ დამიძახო. ამას ნუ ამბობ, მომისმინე. შენი მტერი არ ვარ. ჩემი მტერი ხარ. მამა ჩემის მკვლელო. ეს სიმართლე არ არის. მე ის არ მომიკლავს, არ მომიახლოვდე. აქ მოსვლა როგორ გაბედე? რა მიზნით მოხვედი? დატოვე ეს სახლი. ახლავე, მეორედ აქ მოსვლა აღარ გაბედო. შენაირი დედა არ გვჭირდება. დედა, მამის მოკლისთანავე მოკვდა. შიერინო დაიძინებ შვილო. უკვე ვჭამე, მადლობა. ასე ნოიქცევი. მამა შენი შენზე არ ბრაზობს. ბევრი სადარდებელი აქვს. ჩვენ გარდა იმდენ ადამიანზე ზრუნავს. ესმა, ჩეთინი, სეჰერი. წარმოიდგინე, პასუხისმგებლობას რამდენ ადამიანზე იღებს. მე დავავალე. ხმას დაუწიე, გაიგონებენ. თუ გაიგონებენ, გაიგონონ. საკმარისია დედა. თითქოს ამ სახლში შემიფარეს. ნამდვილი შვილი კი არ ვარ. კუდრეთ, ამას რატომ ამბობ? რას ამბობ? მშვენივრად იცი რატომ ამბობ. გაუგებარი რა არის? კუდრეთ, კარგი საკმარისია. გაჩუმდი შვილო. ტყუილად მოლაპარაკობ. არაფრის გაგონება არ მინდა. მაგაიგე? იცოდე საჭმელი ჭამე. კარგი კუდრეთ. შიერმა არ დაიძინო. მამა შენი არ მომიკლავს შვილო. რასიმი ძალიან მიყვარდა. ნეტავ ღმერთს მე მოვეკალი მის მაგივრად. ნეტავ მის მაგივრად შენ მომკვდარიყავი. აქ რა ხდება? შენი ხმა გარეთ ისმის. ეს ქალი სახლში როგორ შემოუშვი ბიცოლა? ჩვენთან მოახლოების უფლება როგორ მიეცი? აბა მოკვდაო? ციხეში დალპა და გარდაიცვალაო? რამე მითხარი ღვთის გულისათვის? ბიცოლა, რამე მითხარი? ძალიან გთხოვ, სეჰერ, ხმას დაუწიე. სხვები გაიგონებენ. კარგი, ეს ქალი უსერცხვილოა. მაგრამ შენ რატომ შემოუშვი ბიცოლა? მერტო, ვერ ვიაზრებ რატომ? ამ ქალმა მამა მოგვიკლა. სეჰერ შვილო, ხმა დაბლა, ვინმე გაიგონებს. აქედან გაეთრიე. სასწრაფოდ. არაფერში მჭირდები. შენი დანახვა არ მინდა. სეჰერ, გაგიჟდი? გაეთრიე. გამიშვი ბიცოლა. სეჰერ, გაჩერდი მოიცადე. ხელი გამიშვი. ეს ქალი ამ სახლიდან ახლავე წავა. ახლავე გაეთრიე. შვილო, ძალიან გთხოვ, მომისმინე. შვილს ნუ მეძახი. შენი შვილი არ ვარ. სეჰერ, დამშვიდდი. გამიშვი. ბიცოლა, რას მეუბნები? როგორ დამშვიდდე? დედა მართალია. ჯერა რომ ჩინარი უდანაშაულოა. არა, არ მჯერა. გესმის რაც თქვი? შვილო, დაჯექი, ვისაუბროთ, მოგვისმინე. რაზე უნდა ვისაუბროთ, ბიცოლა? იმაზე ამ ქალმა როგორ მოკლა მამა?
უპატრონოდ როგორ დაგვყარა? კარგი შვილო. დამშვიდდი. ამ შუაღამისას ქალს ქუჩაში ხომ არ გავაგდებთ? ასე ვერ მოვიქცევით. ამ დროს სად უნდა წავიდეს სეჰერ? Sabah kalktığımda ჩემს გაღვიძებამდე აქედან წადი. ამ ქალის დანახვა აღარ მინდა. არ მაინტერესებს რისი გჯერა. არ მინდა რომ ჩემს დაძმას მოუახლოვდეს. Abi, ძმაო, ne yapıyorsun Makrasa tek başına getir. burada? ცოთხასიანზე ვარ. Ne oldu? რა მოხდა? Yoksa არა takılıyor musun გირჩიეს? ეგრა შუაშია. şimdi? რა ვიცი, პირველი ეგ გამახსენდა. არასწორად ფიქრობ. Ne oldu? აბა რა მოხდა? Söylesene. მითხარი. რა უნდა მომხდარიყო? ქუდრეთი. ისევ ძველებურად მოიქცა. ვერ გავიგე ეს ბიჭი რას მემართლება? რა დაუშავე? Kudret işte her კარგი რა zaman ძმაო, zorlukları ქუდროც var. ხომ იცნობ. Ben bir tek sana შენ კი არა dediğim ყველას söyle. ცუდად გვექცევა. ხო, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია ესმა. ბიზაშვილები მეგობრობენ, ერთმანეთს იცავენ. ის როგორ იქცევა? ჭკუას ვასწავლი გზას რომ არ აღწდეს. მინდა კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს. ამის გამო კი მტრად ჩამთვალა. Bırak. შენც თავი დაანებე. როგორც უნდა ისე იცხოვროს. ესმა ასე როგორ შეიძლება? ბიზა ჩემი განადგურდება. ჩვენ უმამოდ გავიზარდეთ. მანკი ოჯახის ფასი არ იცის. საკმარისია. გაჩუმდი. ერთი სიტყვაც აღარ მითხრა. ეს ხომ ჩვენი დისხმაა? იმედია მშვიდობაა. ჩემი თუ არ გჯერა ეს წერილი წაიკითხე შვილო. bak bir vicdanı ვიღაც სინდისმა არ მოასვენა. kimse bulacak. და აღიარა რომ მკვლელი არ ვარ. მკვლელი არ ვარო აღარ თქვა. İnanmıyorum. შენი არ მჯერა. გესმის? არ მჯერა. სეჰერ ძალიან გთხოვ. ნუ ყვირი. ბიცოლა მომშორდი. სეჰერ. მომშორდი ბიცოლა. მომისმინე? თუ ამ სახლიდან არ წახვალ, მაშინ მეწავალ. ჩემს დაძმასაც წავიყვან. ამას ნუ იზამშვილო. იმდენი წელი თქვენი მონატრებით ვიტანჯებოდი. ჩვენ კი ამდენი წელია გვეზიზღები. ყოველ დღე, ყოველ ღამე მამას ვგლოვობდით. მამა ჩვენის მკვლელთან ერთად ცხოვრებას ქმართან დაბრუნება და მისი ცემი სატანა მირჩევნია. რაც არ უნდა იყოს ამაზე მეტად აღარ დავიტანჯები. დამარტყამს. დამილურჯდება და გამივლის. მაგრამ შენგან მოყენებული არა. არასდროს შემიხორცდება. კარგი, გაჩერდი, წავალ. იმ სახლში არასდროს დაბრუნდე. მეორედ შენი ცემის საშუალება აღარ მისცე. ხოლდილით წავალ. დაო, რა ხდება? Abla, დაო, ne oldu? Niye რა ხდება, რატომ გამათობთ? Ayşe teyze, დეიდა აიშე, iyi misin? კარგად ხართ? დაო, ხმა მოიღე. Abla, დაო, ne oluyor? რა Cevap ხდება, versene. ხმა მოიღე. Niye რატომ bağırıyorsun ყვიროდი? böyle? მე გამიბრასდა. Sana mı Şen? kızdı? ხო, მე გამიბრასდა. Yani aslında რაღაც არასწორად გაიგო. biz de Ayşe მინდოდა აქ მისი ქმარი მოსულიყო. Ercüment დეიდა აიშემ დამიცვა. ცოტა ვუსაყვედურეთ და გაგვიბრასდა. Yenge sen ne Ras diyorsun ambav. ya? O manyak იმ adamın არარაობამ evli შენზე olduğunu- ხელი აწია. Ne işi var ამ bunun სახლში რატომ უნდა მოვიდეს? დაო. წამოდი, წავიდეთ. თუ ამ სახლში ზედმეტები ვართ, ყველა წავალთ.
ამას რატომ ამბობ? ბავშვს მამაც სჭირდება, ამიტომ ვუთხარი. წამოდი დაო. აშკარა იყო, რომ ეს ამბავი ასე დასრულდებოდა. რატომ არ დამიჯერე ჩინარ? აქ საერთოდ არ უნდა მოსულიყავი. ქმრის განცემა ნაკლებად მტკივნეულია. შენ უფრო გამამწარეო ზუხალ. აბა რა გეგონა ჩინარ? ხომ გითხარი, რომ მამის მკვლელად გთვლიან, მაგრამ უდანაშაულო ვარ. შენც ხომ იცი, მე უდანაშაულო ვარ. კარგი, თავი ხელში აიყვანე. დანარჩენებმაც რამე არ იეჭვან. მას არაფერი ჩაუდენია. არა, უდანაშაულოა. არა. მამა? მამა? შვილო. კოშმარი ნახე, მამა? წყალი გინდა? არა, გმადლობ. ლოცვის დრო მოსულა. წავალ მოვემზადები. მე რო ჩაის მოვამზადებ. დავლიოთ. ილოცე მამა, ჩაის მე მოვამზადებ. საქმეს მიხედე შვილო, ჩაის მე გავაკეთებ. მარტივი საქმეა. მამა, ეს ხელები აქამდე ჩემზე ზრუნავდნენ. უკვე დროა ადგილები გავცვალოთ. ახლა შენ დაისვენე და შენზე მე ვიზრუნებ. უკვე დიდი და დამოუკიდებელი ვარ. მშობლისთვის შვილის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს შვილო. მაინც სულ ვიდარდებ და ვიზრუნებ. სულ პატარა მეგონები. რა პატარა მამა, უკვე მუშაობ და ზრდასრული კაცი ვარ. მამა რომ გახდები მერე გამიგებ. იმედი მაქვს ჩემს თავით გაგიმართლებს და ღირსეული შვილი გეყოლება. ახლა ბიცოლამ დაგიწყო დარიგება. ბუდე არ დაანგრიათო. რომელი ბუდე? კარგი. ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ. ისედაც ძალიან ანერვიულდა. და არ მოიწყინო. ბიცოლამ რაც უნდა ისთქვას. არავის წინაშე ვალდებული არ ხარ. მართალია მშობლები არ გყავს, მაგრამ ბიძიამ ამ სახლში მიგვიღო. თუმცა სტუმრობასაც თავისი დრო აქვს. მართალია. თუ ამ სახლში ზედმეტები ვართ, შეგვიძლია ყველა წავიდეთ. რა ხდება? გონი საზღვარგარეთ წასვლა გადაიფიქრე. ძმაო, ახლა ჩემზე არ საუბრობთ. საკითხზე ვკონცენტრირდეთ. კარგი, დამშვიდდით. სერიოზული არაფერია. თემა დავხუროთ. დაო, კარგად ხარ? რას ნიშნავს სერიოზული არაფერია? ესმა ხომ გაიგონე რაც ვთქვი? შევწყვიტოთ. დაო, გასაგებია რომ ბიცოლას ეკამათე, მაგრამ დეიდა აიშე რატომ ტიროდა? არ ვიცი ჩეთენ. მე თვითონაც გამიკვირდა. როგორც ჩანს გული ეტკინა რომ ჩვენ ვიკამათეთ. მართალი ხარ. ჩემი და ქუდრეთის ჩხუბსაც შეესრო. ცხადია განერვიულდა ასე სცენას მეორედ რომ უყურა. ოთახიდან ისე გამოვედით არაფერი გვითქვამს. სირცხვილია, წავალ ნახა. არა, არსაც წახვალ. მოდი, ნუ შევაწუხებთ. დამშვიდდეს. მოგვიანებით თვითონ დაველაპარაკები. არ მომისმინა.
ახსნის საშუალება არ მომცა. მე დედამისი ვარ ზუხალ. ისე მეკცევა თითქოს მისი მტერი ვიყო. აბა რა სელოდი ჩინარ. რამდენჯერ გითხარი რომ ბავშვებს მათი მამის მკვლელი ჰგონი ხარ. რატომ არ მიჯერებ? გეგონა ჩაგეხუტებოდა და მოგისმენდა? ილოცე რომ ეს მას და ჩეთინს არაფერი უთხრას. მეშინია მათ არ გაიგონ ამის შესახებ, თორემ სეჰერზე უარესი რეაქცია ექნებათ. 20 წელი ვნატრობდი მათთან შეხვედრას ზუხალ. 20 წელი. ყოველ ღამით ბალიშზე თავს იმ იმედით ვდებდი, რომ ერთ დღეს ჩემს შვილებს ვნახავდი. ძვირფასო, მესმის შენი, მაგრამ ხომ ხედავ რა მოხდა. გაგაფრთხილე ბავშვებმა არაფერი გაიგონ მეთქი. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. რაც არ უნდა გააკეთო ისინი არ გაპატიებენ. ვიცი ძალიან რთულია, მაგრამ გთხოვ წადი ჩინარ. მათ ცხოვრებაში ნუ ჩაერევი. როგორც იქნა მშობლების გარეშე ცხოვრებას მიეჩვივნენ. ახლა შენი გამოჩენა მათ დღის წესრიგს თავდაყირა დააყენებს. გამორიცხულია. ჩემ შვილებზე უარს არასდროს ვიტყვი ზუხალ. რომ მოვკვდე მათ მაინც არ მივატოვებ. აბა რა სიზამ ჩინარ. მართალია მინდა რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ხომ იცი შენს უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებ. ვიპოვი იმ კაცს. აუცილებლად ვიპოვებ. თუ საჭირო გახდება მთელ სტამბოლს გადავატრიალებ. ჩემ შვილებს დავუმტკიცებ რომ უდანაშაულო ვარ. დედა, დედა, გთხოვ არ წახვიდე. ღმერთო, მოწყალეო. შენ გარდა არავინ მყავს რომ მიომართო. ვიცი. დიდი ცოდვა ჩავიდინე. მაგრამ ხომ იცი რომ ვნანობ. გევედრების სწორი გზა მიჩვენე. Ablam, sık dişini. დაუგთხოვ და მშვიდი. Şu takıma bir როგორც კი ხელფასს ავიღებ პირველ რიგში ამ სახლიდან წასვლაზე ვიზრუნებ. Ondan sonra hiç kimse. მე აღარავის კმაყოფაზე აღარ მოგვიწევს ცხოვრება. Ne yengem, ne ვერც ბიცოლა და ვერც ერჯუმენტი ვეღარ შეგვაწუხებენ. მე ვიზრუნებ თქვენზე. არავის დახმარება არ დაგჭირდება. ღმერთმა გისმინოს. ბიცოლა ერთადერთ ვაჟთან ერთად ბედნიერად იცხოვრობს ამოზარმაზარ სახლში. მხოლოდ შენ არ ფიქრობას ედაო. Görüyorsun değil mi? ხედავ როგორ შეფარვით ლაპარაკობს. ჩვენ ამას ფეხბურთში 3-5-2 tактიკას უწოდებთ. სულაც არა. ზუსტად იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თავს არავის დავუხრი. მაინც არ გავჩუმდები. დედა ისე, აქ რატომ დგახარ? დურუ. ვის ელაპარაკები შვილო? Dayıcım. ბიძია სიხარულო, შემოდი. საყვარელო, მომიყევი დღეს რა გააკეთე. დედასთან ერთად პარკში ვიყავი. მერე ჩემი საყვარელი შოკოლადი ვიყიდეთ. ღმერთო, გთხოვ და მეხმარი ამ ტკივილს გავუძლო. ჩემი შვილები ისე ახლოს არიან. თუ ხელს გავუწვდი, შემიძლია შევეხო, მაგრამ ასევე ძალიან შორს არიან ჩემგან.
სწორი გზა მიჩვენე. დახმარების ხელი გამომიწოდე ღმერთო. დამეხმარე ხალილი ვიპოვო და ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო. ვინც შვილებს დამაშორა. ვინც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია და 20 წლიანი ტანჯვისთვის გამიმეტა, შენთვის მომინდია. გთხოვ, სათანადოდ დასაჯე ისინი. გთხოვ ღმერთო. გთხოვ სიცოცხლეს ნუ წამართმე ვიქამდე, სანამ ჩემი ქმრის მკვლელები არ დაისჯებიან. უფალო, ნუ გააჩუმებ მათ სინდისის ხმას, ვინც ეს ტკივილი მომაყენა. ნუ აცხოვრებ მშვიდად ამ სამყაროში. უძლური ვარ. შენ გარდა არავინ მყავს. გთხოვ, ნუ უარყოფ ჩემს ლოცვას ღმერთო. სიმართლის დამტკიცებაში დამეხმარე. რაც არ უნდა მოხდეს, არ დავნებდები. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა საყვარელო. დილამშვიდობისა ჩემო პატარა. მოდი. ბიძია, თელი ღამე ხრინავდი, არ დამაძინე. გონი შენ თვითონ ხრინავდი ჯადოქარო. დედა, შეგიძლია ძედამისხა? დედა, გისმენ შვილო. შეგიძლია ძედამისხა? დაო. კარგად ხარ? დილიდან ხმა არა მოგიღია. კარგად ვარ. ღამე არ მეწინა, ალბათ ამის ბრალია. რატომ დაო? მეც ხრინავდი?
მზად ხარ? ტაქსი მალე მოვა. მთელი ღამე თვალი ვერ მომხუჭა. ნუ იტყვი ჩინარ, მეც ვერ დავიძინე. კარგია სასტუმროში რომ მიდიხარ, შეგიძლია კარგად გამოიძინო. სანამ ჩემ შვილებს ჩემს უდანაშაულობას არ დაუმტკიცებ, ძილი არ მომეკარება. ჩინარ. არ ვიცი რით გაგამხნეო. ეს ტელეფონი გამომართვი. ჩემი ნომერი შიგნით წერია. თუ რამე მოხდება, შეგიძლია დამირეკო. გმადლობ. ღმერთმა დაგლოცოს. მიხარია რომ ჩემ გვერდით ხარ ზუხალ. ჩინარ. რაც შეიძლება სწრაფად წადი სასტუმროში. კარგი? მაგრამ გთხოვ, პირდაპირ სასტუმროში. ჯანან. ჯანან. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. საავადმყოფოში მიდიხართ, დეი და აიშე? თუ გნებავთ ცოტა ხანს დამელოდეთ და ერთად წავიდეთ. არა. საავადმყოფოში არა. მივდივარ. ანუ სახლში მიდიხართ? აღარ მოხვალთ? იმედია მოვალ. მაგრამ რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი. რომ მოვაგვარებ, დავბრუნდები. ჯერ ისაუზმეთ და მერე წადით. ალბათ დრო არ აქვს. ქალბატონ აიშეს ნუ შევაყოვნებთ. დაჯექიშვილო. საუზმობა დაასრულე. დეი და აიშე, გუშინ ცოტა განერვიულეთ. ბოდის გიხდით. როგორ გეკადრება? რას ამბობ შვილო? წარმატებებს გისურვებთ. კიდევ გვესტუმრეთ. გმადლობ. გმადლობ შვილო. საუზმობას მოვრჩი. თუ გინდათ ერთად წავიდეთ. ტაქსი გამოვიძახე. კართან ელოდება. კარგი. გამოჯამრთელებას გისურვებთ, დეი და აიშე. გმადლობ შვილო. აიშე, ძირფასო, გაგაცილებთო რომ დაგაგვიანდება. ღმერთმა დაგლოცოთ. თქვენს დეი და აიშე. ჰალილის მოსაწებნად არ წახვიდე, კარგი? ჩინარ, ხომ დამპირდი რომ იმ კაცს ერთად მოვძებნიდით. მარტო ნუ იმოქმედებ. აგვრჩები, მაგრამ ფიქრებით შენთან ვარ. პირდაპირ სასტუმროში წადი, გესმის? გესმის? ძირფასო, ხო, თავს ნუ დაიტანჯა. შეგიძლია სასტუმროში წახვიდე და კარგად დაისვენო. შვიდი გონებით გადავწყვეტოთ რა გავაკეთოთ. მიდი. პირდაპირ სასტუმრო ბილიჯიკში მიიყვანეთ. მისმინე, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. აბა კარგად. წოხალ ჩემს დას ძალიან აწყენინე. იმედია დღეს არ გააგდებ. არ ინერვიულო, არ გავაგდებ ესმა. ხოლოდ ის მინდა რომ შენი და კარგად იყოს.
ბოლოს და ბოლოს კლანჭები გამოაჩინა. მაინტერესებდა, რამდენ ხანს გააგრძელებდა კეთილი ფერიას როლის თამაშს. დილამშვიდობის საშვილო. დილამშვიდობისა მამა. დაჯექი ჩაის ვასხავ. უნდა წავიდე. გარეთ მშიერი გასვლა არ შეიძლება. საღამოს ხომ მოხვალ? არა შვილო. წოულებების მე არაფერი გამეგება. ამა თავს ისე გრძნობ როგორც საკუთარ სახლში. უცხო არავინ იქნება. ერთი წელია საკუთარი ოფისი მაქვს. მოდი და ნახე სად მუშაობს შენი შვილი. არ ვიცი იქ რა უნდა ვაკეთო. არ მინდა შეგარცხვინო. რას ამბობ მამა? აქამდე შენი წყალობით მოვედი. ვამაყობ რომ შენი შვილი ვარ. ჩასაცმელი არაფერი მაქვს. მამა, მინდა დღეს ჩემ გვერდით იყო. უარს ნომეტყვი. კარგი. საღამომდე მოვიფიქრებ. ნახოთ. ერთმა დაგლოცოს. გზაში შეჭამე შვილო. მადლობ მამა. საღამოს ოფისში შევხვდებით, კარგი? იმედია. წარმატებულ დღეს გისურვებ. წადი, ნახვამდის. ისმენთ მწვრთნელო. ჩეთინ, სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე. კლუბიდან დამირეკეს. რა გითხრეს? კლუბში მიმიღებენ? მოვეწონე? ამაზე ტელეფონით ვერ დაგელაპარაკები შვილო. მოდი და პირისპირ ვისაუბროთ. კარგი მწვრთნელო, ახლავე მოვალ. ქუდრეთ. იჩქარე. ქუდრეთ. უნივერსიტეტში უნდა დაგტოვო და მერე საორჯიშო წავიდე. დღეს რაც არ უნდა გააკეთო, განწყობას ვერ გამიფუჭებ. როგორც იქნა ჩინარი სასტუმროში გავგზავნე. თურგუთ, რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ ჰალილი. ჩინარი არ დანებდება. ამბობს, რადგან არ უნდა დამიჯდეს, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებო. კარგი ზუჰალ დამშვიდი. მე ვერ პოვლობ იმ კაცს. ჩინარი როგორ იპოვის? ძვირფასო, შენც მართალი ხარ. მაგრამ რა ვქნა, ძალიან მეშინია. ჩინარმა ჰალილი რომ იპოვოს, ყველაფერი გაირკვევა. ღვთის გულისათვის რა მეიღონე? რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს საკითხი, თორემ ჩინარი თავს არ დაგონებებს. არ ინერვიულო. მარტო ხელა ქალი ჰალილს ამ ხელას სტამბოლში ვერ იპოვის. ახლა უნდა წავიდე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძვირფასო. იმედია კარგი ამბებით დაბრუნდები. გახმოვანებულია მთავარ არხზე.